მეშვეობით, თქვენის დახმარებით ავირჩიეთ გზა გარკვეული ისტორიული პერიოდის შემდეგ, რომ საქართველოს ეცხოვრა ძლიერ დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანაში და რომ ჩვენ დღეს სწორედ თქვენი მეშვეობით, იმ ხალხის მეშვეობით, რომელიც თავის თავზე იტანს იმ გაჭირვებას, უხელფასობას, უპენსიობას, მაგრამ მაინც დგას, იმიტომ რომ ქვეყანას უფრო მეტი ჭირდება. ქვეყანას ჭირდება თავისი ადგილი, ქვეყანას ჭირდება თავისი მდგომარეობა და რაც თავარია, ქვეყანას აქვს მომავალი. აქვს მომავალი, რომელსაც 95 წელს მხოლოდ შეიძლებოდა რომ გვეფიქრა და გვეოცნება. აქვს მომავალი, რომელსაც მართლა დღეს საქართველო არის არა საცობი კავკასიაში, არამედ კარიბჭე კავკასიისათვის. და მე მინდა დაგარწმუნდეთ. შეიძლება ეს ცოტა რთულია ამაზე საუბარი დღეს, მაგრამ საქართველოს სწორ არჩევანს ძალიან ბევრი ქვეყანა უყურებს. თუ რამდენად შევძლებთ გამოვიდეთ იმ ურთულესი მდგომარეობიდან, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. მე სწორ არჩევანზე მოგახსენებთ და მე არ ვიქნები მართალი რომ არ თქვა თუ როგორ მოხდა ამ არჩევანის გაკეთება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სწორედ ბატონი ზურაბი ზაზას შემდეგ, როდესაც ზაზამ თავისი მოვალეობა შეასრულა როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა და ეს ურთულესი იყო. იმიტომ რომ პარლამენტში ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ. მე ერთი რამე მინდა გითხრათ და აგიხსნათ როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა. საქართველოს პარლამენტი არ შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე არის ჩვენი საზოგადოება. ჩვენი პარლამენტი არის სარკე ჩვენი საზოგადოების. და რამდენად ღირსეული არჩევანი გაკეთდება სწორედ აი დღეს ამ არჩევნებზე, 99-ის არჩევნებზე. სწორედ ეს იქნება საფუძველი იმისი თუ რა ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა. რომ არა დიდი პასუხისმგებლობა ბატონი ზურაბის, ბატონი კახას, თარგამაძის, რომ არა მართლა ქვეყნის პრეზიდენტის ედვარდ შევარდნაძის თხოვნა და რო არა გააზრება იმ დიდი პასუხისმგებლობისა თუ რა არჩევანის დგას წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ალბათ ბატონი ზურაბი ძალიან წარმატებულად გააგრძელებდა თავის საქმეს, სხვათა შორის, რომელიც მართლა ძალიან კარგად იცის და პირნათლად ემსახურება. ადამიანმა თუ შეიძლება თქვა, რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის წინაშე პირნათელი, ჩემი პატარა ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება ისტორიული კვალი არ დაამჩნიო, ჩვენ ამის დიდი პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ბატონი ზურაბი იყო ადამიანი, რომელიც ტყუიას ეგებებოდა, რომელიც აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოში ის რაც 4 წლის წინ იყო, მორჩა და დამთავრდა. რომ კრიმინალების თარეში, რომ ქვეყანა, რომელიც განწირული იყო, რომ 5 ნაწილად უნდა დაყოფილიყო და ნურავის მგონია, რომ ეს კრიმინალები თავისი თარეში. მათ სერიოზული დაფინანსება ჰქონდათ და ეს ძალები ახლა სხვა მიმართულებით არის გადასროლილი. იმიტომ რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს ჯერ კიდევ არ უნდათ იხილონ და დაიჯერონ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა, რომ საქართველო იქნება. იმიტომ ესვრიან შევარდნაძეს და არა და იმიტომ ამას იღებენ ფოტოკამერით, რომ სწორედ იმ დამკვეთებს, რომელიც მაშინ აფინანსებდა მხედრიოს. რომელიც მაშინ აფინანსებდა იმ ხალხს, ვინც კრიმინალობდა და ყაჩაღობდა, რომ აჩვენონ ის ფულის ანაზღაურების გადასახადი, რომ საქართველოში არ აშენდეს სუფსა, რომ საქართველოში არ იყოს ტრანსკავკასიური დერეფანი, რომ საქართველო არ გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველო ისევ რაღაც უკან ბნელეთში აღმოჩნდეს. მაგრამ ერთიანი საქართველო კი არა, რამოდენიმე ნაწილად დაყოფილი საქართველო და ამას საფუძველი სამწუხაროდ ჩვენ იმ არჩევნებზე ჩავუყარეთ, როდესაც 91 წელს ჩავატარეთ არჩევანი. ჩვენ დაუნებურად, ჩვენ მაშინ მართლა ავირჩიეთ ხელისუფლება, რომელიც გვინდოდა რომ საქართველო ძლიერი და ერთიანი და გაერთიანებული ყოფილიყო. ამიტომ სწორედ რატომ მოვდივარ ჩვენ ერთად პარლამენტში ამ ჩვენი განახლებული გუნდით და იყო საუბარი ამაზე, ჩვენ მართლა განახლებული გუნდით გვინდა მოვიდეთ. ჩვენ მოვდივარ სწორედ იმიტომ არა დაპირისპირებისათვის. არა იმ ლანძღვაგინების კორიანტელისთვის, რომელიც სამწუხაროდ დღეს ვარ ჩვენ აღმოჩნდით მოყოლილები, არამედ იმიტომ, რომ თუნდაც ჩვენი ერთი დეპუტატის მოსვლით, პატარა საქმე, ერთ სოფელს, ერთ ქუჩას, ერთ ქალაქს, ერთ რაიონს დაეწევს. აი ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი პოლიტიკისათვის და ჩვენ შევძლებთ ამისგან თავის დაღწევას, როგორც ჩვენ შევძლებთ ბატონ ზურაბ 95 წელს, რომ წერტილი დაუსვით კრიმინალების თარეში საქართველოში. ასევე შევძლებთ იმ ვალდებულებების გასტუმრებას, სადაც ქვეყნის სოციალური ვალდებულებები ქვია. ჩვენ სამწუხაროდ არ გვეყო დრო და არა იმის გამო, რომ ჩვენ თქვენი მხარდაჭერა არ გქონდა, პირიქით, რომ არა თქვენი მხარდაჭერა და სწორედ როცა ლანძღავენ ხელისუფლებას და მოქალაქეთა კავშირს, მათ ავიწყდებათ, რომ მოქალაქეთა კავშირი არ არის 10 და 15 ადამიანი. ეს არის ათასობით ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა არა კონკრეტულ პარტიას, არამედ იმ ადამიანს, იმ ძალას, რომელიც შეინარჩუნებს ქვეყანაში რაღაც მდგომარეობას და პროგრესის მანიშნებელი იქცევა და მოვა ხელისუფლებაში არა ლანძღვაგინებით, იმიტომ რომ ლანძღვაგინებით მოსული ადამიანი ხელისუფლებაში იძულებული იყოს იქნება გაატაროს ის პოლიტიკა, რამაც მიგვიყვანა თავის დროზე ჩვენ ოჯახების დაპირისპირებაზე, ქუჩების და სახლების და რაიონების დაპირისპირებაზე. ამიტომ მე მჯერა რომ სწორედ
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენა განახლებული ხალხი, ისეთი ხალხი, რომელსაც თავის საქმიანი თვისებებით, ავტორიტეტით, პატიოსნებით მოვლენ საქართველოს პარლამენტში, ისინი კიდევ უფრო კარგად შეძლებენ იმ შეცდომების გამოსწორებასაც, რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაუშვით ჩვენ ხელისუფლებაში და ამიტომ არის რომ სწორედ სულია ჩვენთვის საუბარი, მაგრამ რა თავარია იმ გზის გაგრძელებას, რასაც ქვეყნის სწორი არჩევანი ქვია. არჩევანი თავისუფალი საქართველოსათვის და არჩევანი ჩვენი მომავლისათვის. მაგრამ ჩვენ ერთი რამის დამკვიდრება შევძლებთ. საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და ძალიან ანგარიშგასაწევი ქვეყანა ჩვენი მეზობლებისათვის. საქართველო გახდა ფაქტორი და ეს თქვენი დამსახურებაა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ თუ როგორ უნდა მოვტრიალდეთ ახლა მთელი ამ პრობლემების გადაწყვეტისათვის თვითონ შიგნით საქართველოში. იმიტომ რომ სწორედ მომავალი 4 წელი, მომავალი 5 წელი იქნება უდიდესი შანსი ქართული ეკონომიკის აღმავლობისათვის. შეიძლება თბილისში ეს რაღაცა ეთყობა თბილისს და იქ ნაკლები პრობლემაა, მაგრამ სწორედ ეხლა დგება დრო, როდესაც სწორედ აქ რეგიონებში იმ დარგების გაურძინება უნდა დაიწყოს და ინვესტიცია უნდა დაიწყოს, რის გამოც ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება საქართველოში ქართველმა ადამიანმა, ქართველი სახელმწიფო შვილმა, თუ ის რომ დავანებოთ თავი რომ ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს, არამედ თქვას რომ მე უკეთესად ცხოვრობ ვიდრე ჩემი მეზობელი. ჩემთვის ეს ისეთივე გაუგებარია, როდესაც ოჯახში ძმა ეუბნება ძმას, რომ მე შენზე კარგად ცხოვრობ. მაგრამ ეს ოჯახი ხო დაინგრევა ამით. ეს ხო გაუთვალისწინებელი და წარმოუდგენელი შეიძლება მოხდეს ამას ყველას. ამიტომ პოლიტიკა არ არის საშუალება, რომ ადამიანებს მიმართო და ელაპარაკო. პოლიტიკა არის პირველ რიგში პასუხისგებლობა და თქვენ, ჩემო ძვირფასებო, იმ ადამიანებო, რომელმაც თქვენ ერთხელ უკვე დაგვიჭირეთ ხარი და ადგილობრივ არჩევნებში გამოხატეთ ეს ხარდაჭერა, მინდა გაგართულოთ. სწორედ ის ახალი ხალხი, რომელიც თქვენ აირჩევთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ზურაბი ძალიან დიდია გითხრათ, რომ მე არ მომწონს ის რაც ხდება 99 წელს და ჩვენ ვიცით, როგორ გამოვასწოროთ ეს საკითხები. ჩვენ არ გვეყო დრო და სწორედ აი ამ დროს გთხოვთ თქვენთან ერთად, თქვენი ძალისხმევით, რომ ჩვენ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიტანოთ. ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი იქნება და მე მივესალმები და სწორედ ჩვენ მიგვიწვის ლომის წილი იმაში, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკური პარტიაა. ეს პოლიტიკური პარტიები, რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებდეს, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ნუ დაგვიპირისპირდებიან ჩვენ ლანძღოთინებაში. ჩვენ არავის არ გავნაცავთ. ჩვენ არავისზე ცუდს არ ვიტყვით, ჩვენ კონკრეტულად გეტყვით ის რეალობას. რისი გაკეთება შეგვეძლება და რისი გაკეთება არ შეგვეძლება. თქვენ დაუჯერეთ თქვენ თავს და არჩევანი გააკეთეთ იმისი, არა დღევანდელი რაღაც ბოტანიკური კამპეტის, რომელიც ხვალ შეიძლება არ იყოს და მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ შეურაცხყოფას არავის არ ვაკეთებ, რომ ეს მართლა ასე იქნება. არამედ გააკეთეთ არჩევანი იმ თქვენი შვილების სანაცვლოდ, რომელიც ვერ მიდიან საარჩევნო ყუთთან. იმ თქვენი შვილებისთვის, რომელსაც უნდათ რომ იცხოვრონ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. და ჩვენ შევძლებთ სწორედ გამოვასწოროთ ის პრობლემები, რომელიც მართლა ბევრია ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ ღირსეულად იცხოვროს პენსიონერმა, ღირსეული სწავლა მიიღოს ახალგაზრდამ და ღირსეული მომავალი იყოს გარანტირებული ჩვენი ქვეყნისათვის. მე მჯერა რომ ეს საზოგადოება, რომელიც დღეს ნაწილი არის წარმოდგენილი, ამის დიდ გარანტიას იძლევა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი